საღამოშიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი. დღეს მე მისი წამყვანი ია მეორმიშვილი ვარ. ამერიკის ხმა ყველა ქრისტიანს, რომელიც დღეს აღდგომას აღნიშნავს, ულოცავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ახლა კი იმის შესახებ თუ რას ნახავთ დღევანდელ გადაცემაში. ჰოლივუდში კინოინდუსტრიის ნაწილი აუქციონზეა გატანილი. ცნობილი მსახიობების ნივთებს შორის მერლინ მონროს საყურეებია. რა იზიდავს ვარსკვლავების აუქციონზე ათასობით ადამიანს. მომავლის მანქანები, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ. როგორ ვითარდება ტექნოლოგია და შესაძლებელია თუ არა, რომ ავტომანქანებმა საკუთარი თავი მალე ძღოლის გარეშე მართონ. ვიზუალური ეფექტების ინდუსტრია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მალე მან შეიძლება კინოინდუსტრია შეცვალოს. რამდენად მისაღებია ეს წინსვლა კინომოყვარულებისთვის. ამერიკის ხმა უკრაინაში ამერიკის ელჩს ჯეფრი პაიეტს სკაიპის საშუალებით ესაუბრა. ელჩი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. ის ასევე საუბრობს უკრაინის ფედერალიზაციაზე და აცხადებს, რომ მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ის, თუ როგორი სამთავრობო სტრუქტურა ურჩევნია უკრაინას. ამერიკის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება შეიძლება ტერორიზმად შეფასდეს. როდესაც გესმის ისეთი მაგალითები, როგორიცაა ლუგანსკში სამთავრობო შენობის დანაღმვა, რა თქმა უნდა ტერორიზმზე ფიქრობ. ზუსტი დეტალები არ გვაქვს, მაგრამ ის, რაც გვესმის სოციალური მედიიდან, ეუთოს დამკვირვებლების ოფიციალური და პერსონალური ანგარიშებიდან არის ის, რომ კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი და ორგანიზებული ჯგუფები სამხედრო ტაქტიკას იყენებენ სამთავრობო შენობებზე კონტროლის დასაწესებლად. შეკითხვაზე თუ რა შეიძლება იყოს ამ კამპანიის საბოლოო მიზანი, ელჩმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რთულია დასკვნების გაკეთება. უდავოდ, ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს მასობრივი უწესრიგობების შექმნას და კიევში მთავრობის დესტაბილიზაციას. უკანასკნელ პერიოდში უკრაინის მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რადამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა. დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი საკონსტიტუციო ცვლილებების დებატებში ღებულობს მონაწილეობას, რომლის თანახმადაც უკრაინის ზოგიერთ რეგიონს მეტი პოლიტიკური და საბიუჯეტო ავტონომია მიენიჭება. რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ფედერალიზაციაზე საუბრობს და ამ თემას საერთაშორისო შეხვედრებზე აქტიურად განიხილავს. ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციის თანახმად ფედერალიზაციის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინელი ხალხის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. არც მოსკოვში და არც ვაშინგტონში არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს ის, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინის მთავრობის სტრუქტურა. მე ამას ცალსახად ვაცხადებ. ეს მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია. რადაში უკვე დაიწყო საკონსტიტუციო პროცესი, შექმნილია კომისია, იმართება საჯარო შეხვედრები, რომლებიც განიხილავს რამდენიმე შესაძლო წინადადებას. პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი დნეპროპეტროვსკსა და დონეცკში იმყოფებოდა ხალხთან შესახვედრად და ადგილობრივი მთავრობებისთვის საკუთარი ხედვის გასაცნობად. მას სურს გააღრმავოს ადგილობრივი ავტონომიები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მისცეს უფრო მეტი საბიუჯეტო და სამმართველო დამოუკიდებლობა. ეს თემა არ უნდა იყოს მოლაპარაკების საკითხი გარეთ ძალებს შორის, როგორც ამას ზოგიერთი მხარე მოითხოვს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მაისის ბოლოსაა დანიშნული. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს შიში, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს და წინა საარჩევნო პროცესებს ხელი შეუშალოს. ჩემი აზრით, უკრაინაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იმის მოლოდინი, რომ მაისის არჩევნები დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. ცოტა ხნის წინ ოდესაში ვიყავი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანია. ისინი არჩევნებს მოუთმენლად ელიან და ფიქრობენ, რომ კანდიდატებს თითოეული ხმისთვის მოუწევთ ბრძოლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნები საბოლოო ჯამში თავისუფალი და სამართლიანი იქნება. კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს დებატების მთავარი თემა სავარაუდოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სადაო ჯანდაცვის რეფორმა იქნება. თეთრი სახლის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში უკვე 7 მილიონი ამერიკელი გაწევრიანდა, რაც დემოკრატებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვების იმედს აძლევს. როგორ აფასებენ მათ შეხედულებას ექსპერტები და მათი პოლიტიკური ოპონენტები.
რთული დასაწყისის შემდეგ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმა ძალებს იგრებს. ლოს-ანჯელესში მოხალისეები პროგრამაში გაწევრიანების მსურველებს ეხმარებიან. მათ შორისაა ელიოტ პეტიც. ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ჯანდაცვის რეფორმას უამრავი ამერიკელი სულ მოუთქმელად ელოდება. დენის სეგოვიას ამ დრომდე ჯანმრთელობის დაზღვევა არ ქონდა. დღეიდან დაზღვეული ვარ და შემიძლია სპორტით სერიოზულად დავკავდე. პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში ჯანდაცვის რეფორმის პროგრესის შესახებ ისაუბრა. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერთან, ვისაც კანონის დახვეწა სურს. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ძალაშია. But the debate over repealing this law is over. The Affordable Care Act is here to stay. მიუხედავად დემოკრატების ოპტიმიზმისა, რესპუბლიკელი კონგრესმენები და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ჯანდაცვის რეფორმას ნოემბრის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად მოიაზრებენ. მე ათასობით ადამიანის წერილი მაქვს, ვინც ჯანდაცვის რეფორმის შედეგად სერიოზულად დაზარალდა. როგორც ჩანს, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის თემაზე დებატები კიდევ დიდხანს გასტანს. სენატორი ჯონ თიუნი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს. ობამა ჯანდაცვის რეფორმა რამდენიმე წელია დამტკიცდა და დღემდე ხელს უშლის ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბენი ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს. დღემდე არცერთ რესპუბლიკელს არ გამოუთქვა მსურვილი დემოკრატებთან ერთად ორმხრივ კომპრომისებსა და ცვლილებებზე ემუშავა. ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ჯანდაცვის რეფორმა რესპუბლიკელებს ამორჩეულთა მობილიზაციაში დაეხმარება. ქეროლ დოერტი პიუს კვლევითი ცენტრის თანამშრომელია. ეს საკითხი რესპუბლიკელების წისქვილზე ასხამს წყალს. ჯანდაცვის რეფორმას მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეების ბევრი ჰყავს. თუმცა, როგორც თანამშრომლობის პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი ჯონ პორტიერი ამბობს, ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ნოემბრის არჩევნების კამპანიის ერთადერთი თემა არ იქნება. ჩემი აზრით, შუალედურ არჩევნებზე ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე გამახვილდება ყურადღება. თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და რა საქმიანობს პრეზიდენტი თეთრ სახლში. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია პრეზიდენტის პარტიისთვის არც თუ ისე სასიკეთოდ განვითარდება და დემოკრატებს თავის დაცვა მოუწევთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნოემბრის არჩევნები ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დარჩენილ 2 წელიწადზეც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. თამარ ნერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ცნობილ პიროვნებებთან და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებული საგნები ადამიანებში სენტიმენტალურ განწყობებს და ისტორიასთან სიახლოვის შეგრძნებას იწვევს. ამის გამო მათზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა და აუქციონებზე ისინი წარმოუდგენლად ძვირიწყირს. ცნობილი პიროვნებების აუქციონზე ჰოლივუდის ისტორია იყიდება. ამ მოვლენას სპორტული შეჯიბრიჟინი ახლავს. აუქციონის მონაწილეები დარბაზშიც და მთელს მსოფლიოში ჰოლივუდის ისტორიის ნაწილებს ეცილებიან ერთმანეთს. მაგალითად, ამ ყალბი ბრილიანტის საყურებს, რომელსაც მერლინ მონრო ატარებდა. კერპატქცეული ვარსკვლავების ნაქონი სხვა ნივთებიდან აქ არის ტანსაცმელი და თმის დასახვევი. აქ არის პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღის წვეულებაზე მისაწვევი ბარათიც კი. წვეულება ნიუ-იორკის მედისონ სკვერ გარდენში გაიმართა, სადაც მსახიობმა ქალმა პრეზიდენტს უმღერა. Happy birthday, Mr. President. Happy birthday to you. ჯულიენს აუქციონის წარმომადგენელი მარტინ ნოლანი ამბობს, თაყვანისმცემლები იმიტომ ყიდულობენ სამახსოვრო ნივთებს, რომ ვარსკვლავებთან კავშირი იგრძნონ. ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან. ცნობილი ადამიანების გაცნობას თუ ვერ ახერხებენ, შემდეგი უფრო იოლი გზა რჩებათ. ისინი ცდილობენ ამ ცნობილი პიროვნების ნაქონი რაიმე შეიძინონ, რაც მათ ცხოვრებასთან ან კარიერასთანაა დაკავშირებული, ან თუნდაც უბრალოდ რაიმე ნივთი მათი საცხოვრებლიდან. ცნობილი პოლიტიკოსების ზოგიერთ ისტორიულ საგნებს განეკუთვნება 1994 წლის საარჩევნო ბიულეტენი სამხრეთ აფრიკიდან, როცა ნელსონ მანდელა პრეზიდენტად აირჩიეს. მე-19 საუკუნის დოკუმენტი, რომელზეც ყოფილი მონის და აბოლიციის გმირის ფრედერიკ დაგლასის ხელმოწერაა. სხვა დოკუმენტზე დეპრესიის პერიოდის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის ხელმოწერაა დაფიქსირებული. მაგრამ ნივთების უმეტესობა ჰოლივუდიდანაა. აქ შედის ზოგიერთი ნივთი მსახიობ დევიდ ჰასელჰოფისგან, რომელიც მან საქველმოქმედო მიზნით გამოიტანა აუქციონზე. ის 80-იანი წლების სერიალის Knight Rider-ის ხანგრძლივი შოუ Baywatch-ის ნივთებს და მულტსერიალ SpongeBob SquarePants-ისთვის შექმნილ დიდი ზომის ფიტულს ყიდის. ეს ის ნივთებია, რომლებსაც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ ვიყენებ და ჩემს სახლში უქმად დევს. ეს ჩემი ყველაზე გასაოცარი საგანია SpongeBob-იდან, ჩემი 3.6 მეტრიანი 340 კილოგრამიანი ფიტული. აუქციონზე ასევე გამოტანილია ხელბორკილი, რომელიც ილუზიონისტ ჰენრი ჰუდინის ეკეთა და კუნგ-ფუს ვარსკვლავის ბრიუს ლის სავარჯიშო აღჭურვილობა და სხვა ნივთები.
რესტორნის და ბარის მფლობელი დენიელ ნელსონი ნირთებს საკუთარი სახლისთვის და ბიზნესისთვის ყიდულობს. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გეძლევა. ამაღელვებელია შეიძინო ისეთი რამ, რაც დაკარგული იყო და ხელახლა გამოჩნდა. მარტინ ნოლანი ამბობს, რომ აუქციონი ბევრი კატეგორიის მყიდველს იზიდავს, კინოს მოყვარულებიდან მუზეუმებამდე. ზოგიერთისთვის ეს ინვესტირებას წარმოადგენს, რადგან ცნობილ პიროვნებებთან დაკავშირებული ნივთების ღირებულება შესაძლოა დროთა განმავლობაში გაიზარდოს. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. სულ რაღაც 3-4 წელიწადში ავტომობილები ერთმანეთთან ისაუბრებენ და ერთმანეთს სიჩქარის, დამუხრუჭების და მოძრაობის მიმართულების შესახებ შეატყობინებენ. შეერთებული შტატების კანონმდებლები უახლოეს წლებში საგზაო მოძრაობის ახალ სტანდარტებს დაამტკიცებენ, რომლებსაც ყველა ავტომწარმოებელი დაემორჩილება. ამ მეთოდით სავარაუდოდ საგზაო ავარიების რაოდენობა შემცირდება. ახალ სისტემას V2V ქვია. ეს ახლო მანძილზე გათვლილი საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც მანქანებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია წამში 10-ჯერ მიაწოდონ. საუბარია მდებარეობაზე, სიჩქარეზე, დამუხრუჭებაზე, აჩქარების მაჩვენებელზე და სხვა მონაცემებზე. მანქანები რისკის საფრთხეს 300 მეტრის მანძილზე გათვლიან და მძღოლს ან გააფრთხილებენ, ან შესაძლოა თავად მიიღონ ავარიის თავიდან აცილების ზომები. გამაფრთხილებელ სიგნალს მძღოლები დაინახავენ, მოისმენენ ან ვიბრაციით იგრძნობენ კიდეც. შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ახალი სისტემა ავტოავარიების შემთხვევებს 80%-ით შეამცირებს. მით უმეტეს მაშინ, როცა ალკოჰოლი ფაქტორი არ იქნება. ადმინისტრაციის წარმომადგენელი გრეგ უინფრი ამბობს, რომ ახალი სისტემის ავტოწარმოებაში დანერგვით გზებზე სიტუაცია დრამატულად შეიცვლება. საკითხს ასე უნდა შევხედოთ. ტრანსპორტის უსაფრთხოებაში პირველი 50 წელი მთავარი პრობლემა ავტოავარიებში ადამიანების გადარჩენა იყო. მომავალში გვექნება ტექნოლოგია, რომელიც ავარიების პრევენციას მოახდენს. კრიტიკოსები აღიარებენ, რომ V2V რევოლუციური ტექნოლოგიაა, თუმცა იმ უსადენო კომუნიკაციის სიხშირეზე შიშობენ, რომელშიც ავტომობილები ერთმანეთს დაუკავშირდებიან. მათ შორისაა სკოტ ბელჩერი საადვოკატო კომპანიიდან ამერიკის ინტელექტუალური სატრანსპორტო საზოგადოება. რაკი ჩვენ ეს საერთო სიხშირე გვაქვს, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა მანქანა შემოიჭრა და ავარიული მდგომარეობა შექმნა. შესაძლოა ავარიის თავიდან აცილება ვეღარ შევძლოთ იმის გამო, რომ საკომუნიკაციო სიხშირეს სხვებიც იყენებენ. მისი თქმით, საზოგადოების შეშფოთებას კერძო ინფორმაციის დაუცველობაც გამოიწვევს. სისტემა ხომ ინდივიდუალური მძღოლების გადაადგილების და მათი ქცევის მონიტორინგის საშუალებასაც იძლევა. სამთავრობო სააგენტოებმა თუ კერძო კომპანიებმა პროექტთან დაკავშირებულ კვლევებში უკვე $1 მილიარდ ინვესტიცია ჩადეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა სავალდებულო გახდება და V2V ამერიკაში გასაყიდად გამოშვებულ ყველა ახალ მანქანას სავარაუდოდ უკვე 2017 წელს ექნება. მაია კვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. თითქმის ყველა ჟანრის თანამედროვე ფილმის ყურებისას რთულია ერთმანეთისგან გაარჩიო რეალობა და კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი კადრები. ვიზუალური ეფექტების ინდუსტრია ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. მომავალში ის სავარაუდოდ კინოინდუსტრიას ძირეულად შეცვლეს. ვიზუალური ეფექტების საშუალებით კინოსურათის რეჟისორს ეკრანზე ნებისმიერი ისტორიის გადმოცემა შეუძლია. ჩვენ არაფერი გვზღუდავს. ტექნოლოგიები ყველანაირი ისტორიის გადმოცემის საშუალებას გვაძლევს. Sony Pictures Imageworks-ის დევიდ სმიტი ამბობს, რომ დღევანდელი კომპიუტერული ვიზუალური ეფექტების სისწრაფით და მოქნილობით ციფრული სამყარო ბევრად უფრო რეალურია ვიდრე ოდესმე. Spider-Man 2-ისთვის სმიტის გუნდმა კინოსურათში გააცოცხლა ნიუ-იორკის მშვენება Times Square, რომელიც ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მოედანზე, მაღაზიებშიც კი რეალური ნათურების ბრწყინვალების ეფექტს ვქმნით. ხუჩის განათების იმიტაციას კომპიუტერული ეფექტებით ვახცევთ. ეს რეალურთან გათანაბრების საშუალებას გვაძლევს. რჩება ერთი გამოწვევა, რომელიც ვიზუალური ეფექტების სპეციალისტებს ეღობებათ, აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი პოლ დებევიჩი, რომელიც სინათლის ეფექტს ადამიანის სახის და ციფრული ორეულის ჩასაქმნელად იყენებს. ჯერაც ვცდილობთ განსაზღვროთ, როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ადამიანის სახე. დებევიჩი ამბობს, რომ 2008 წელს გადაღებული კინოსურათი ბენჯამინ ბატლერის საკვირველი ცხოვრება კომპიუტერით შექმნილი ადამიანის სახის, ამ შემთხვევაში ბრედ პიტის გმირის სახის საუკეთესო მაგალითია.
თუმცა დებევიჩი დასძენს, რომ ეფექტების სპეციალისტები კინოვარსკვლავებზე ახდენენ აქცენტს. შარშან გარდაცვლილი აზიელი პოპ მომღერლის ტერეზა ტენგის სახე ჩინელ პოპ ვარსკვლავ ჯეი ჩუსთან ერთად შეიქმნა. With a ton of data from us and then a ton of artistic effort and technical know-how from Digital Domain. მონაცემთა არსებული დიდი რაოდენობა მხატვრული ეფექტებით გავაზავეთ და შედეგად ტერეზა ტენგის სახე გავაცოცხლეთ. But two songs that weren't even written at the time she was alive with Jay Chou. დებევიჩი ამბობს, რომ მომავალში რეჟისორები უფრო მეტ ვიზუალურ ეფექტებს გამოიყენებენ, ისეთებს როგორებიც ავატარში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირი ტექნოლოგიაა, ფილმების გადაღების უფრო იოლი გზა სწორედ ამ ტექნიკაშია. მისი თქმით, ვირტუალური კინოწარმოებით სურათების შექმნას უფრო ნაკლები ადამიანი დასჭირდება და დასძენს, რომ ადგილმდებარეობის იმპროვიზირება საბოლოო ჯამში მსახიობებისთვის უფრო მრავალფეროვან და რეალურ შესაძლებლობებს გააჩენს. That's where potentially in the future, if we can ეს მომავლის პოტენციაა, რაც კომპიუტერის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაგვიყვანს. მსახიობები არარეალური ეკრანის პარალელურად კი არ იმუშავებენ, არამედ კომპიუტერით გაცოცხლებული სანახაობის წინ ითამაშებენ. ასეთი ეგრეთ წოდებული სცენა უფრო გრანდიოზული და ხელშესახები იქნება მათთვის. ვიზუალური ეფექტების სპეციალისტები ამ მოსაზრებას ეთანხმებიან და ადასტურებენ, რომ ტექნოლოგია და პოტენციალი ვირტუალურ სამყაროში ბევრის შექმნის საშუალებას იძლევა. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ყოველწლიური ტრადიცია, რომელიც ვაშინგტონში გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს და ამერიკის დედაქალაქში ასობით ათასი ტურისტი ჩამოჰყავს. ალუბლების ფესტივალს საფუძველი იაპონიასა და ამერიკას შორის 10 წლეულების წინ დაწყებულმა მეგობრობამ დაუდო საფუძველი, როცა ტოკიოს მერმა ვაშინგტონს იაპონური ალუბლების ნერგები აჩუქა ჯეფერსონის მემორიალის გარშემო დასარგავად. ქალაქ ვაშინგტონში გაზაფხულის მოსვლას ალუბლების ყვავილობით აღნიშნავენ, რასაც რამდენიმე ფესტივალი და სპორტული ღონისძიება ახლავს. ალუბლების ყვავილობის ფესტივალს ვაშინგტონში სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან შედარებით, როგორც მაგალითად 4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მოჰყავს. იაპონური ალუბლები ვაშინგტონში პირველად 1912 წელს დარგეს, როცა იაპონიამ საჩუქრის სახით ამერიკას რამდენიმე ძირი ხე გამოუგზავნა. ტრანსპორტირებისას ხეების პირველი პარტია თითქმის მთლიანად გახმა. თუმცა იმავე წელს ტოკიოს მერმა საკურას ახალი პარტია გამოგზავნა. 1912 წლის 27 მარტს პირველი 2 ალუბლის ხე ამერიკის მაშინდელმა პირველმა ლედიმ და იაპონიის ელჩის მეუღლემ დარგეს. რამდენიმე წელში ხეებმა გაზაფხულის ვაშინგტონის სახე შექმნა და ამერიკის დედაქალაქში ერთ-ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნაობად იქცა. 1912 წელს დარგულ ხეთაგან ზოგიერთი ჯერ ისევ ყვავილობს. ალუბლების ყვავილობის ფესტივალს ვაშინგტონში 1935 წლიდან აღნიშნავენ. წელს ვაშინგტონში ამინდი საკმაოდ სუსხიანი იყო, თუმცა ამას საკურას ყვავილობისთვის ხელი არ შეუშლია. სიცივეების გამო ყვავილობამ წელს დიდხანს არ გასტანა. ჩვეულებრივ ალუბლების ყვავილობის ფესტივალი 2 კვირა გრძელდება. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, მანამდე კი გვეწვიეთ ვებგვერდზე 3w.amerikiskhma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.